დამშვიდობისას ვიფოს ტელემაყურებლებო ტელეკომპანია ტრიალიტი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას გადაცემით რეგიონის სტუმარი. რომელიც ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე. ჩემთან ერთად მას ჩვენი სტუდიიდან მასპინძლობას გაუწევს ამ ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ბატონი ზურაბ თეთრუაშვილი. დიდი მადლობა ბატონო დავით ჩამოგზავნით გულში ამ ნახეთ რომ ესეთი წინასაარჩევნო ასე ვთქვათ მარათონი შევიდა ზალაში და ცნობილია რომ ყველა პოლიტიკური ძალა, ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია ძირითად აქცენტს აკეთებს სწორედ ახალ საარჩევნო კოდექსზე. თქვენი ხედვა როგორია მემარჯვენეების ხედვა ამ კოდექსთან დაკავშირებით და მე ვიცი რომ დიდი ჯაბაასი და დიდი კონფლიქტური სიტუაციებია სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩემი მოწვევისთვის. მე პირველად ვარ ამ სტუდიაში და ბედნიერი ვარ როგორც ჩვეულებრივი ქართველი და მოქალაქე რომ მართლა შემოვედი იმ სტუდიაში რომელიც ნამდვილად დაფასებით და კარგი შეფასების ღირსია. წარმატებებს ვუწევთ. თან მიხარია რომ დღეს სიყვარულის დღეა, თქვენ ტელემაყურებლებს მოგონოთ სავამ დღესასწაულს, რომელსაც სიყვარულით გაცხოვროთ და სიყვარულით გადაროთ და სიყვარული ყოფილიყოს პოლიტიკაში პირველ რიგში ამას ვთქვათ. რაც შეეხება თქვენ საკითხს, ბუნებრივია რომ საპარლამენტო არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, მით უფრო იძაბება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია, რო იტყვიან თერმომეტრი პოლიტიკური ძალიან მაღლა არის და უმთავრესი თემა რომლის გარშემო ბუნებრივია დღეს პოლიტიკურ ძალებს თუ პოლიტიკოსებს უწევთ საუბარი და კამათი ეს არის რა თქმა უნდა საარჩევნო კოდექსი. ის კოდექსი რომელიც პირდაპირ შემიძლია მე ვთქვა რომ არის ალბათ ყველაზე დიდი პრობლემა იმის რომ საქართველოში მომავალში მოვიდეს ის პოლიტიკური ძალები ხელისუფლებაში, რომელსაც ექნებათ უფლება თქვან, რომ ისინი ხალხის არჩეულები არიან. იმიტომ რომ სამწუხაროდ იმ საარჩევნო სისტემას, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არსებობს, აქვს უამრავი მინუსი. ეს დადასტურდა არა მარტო თქვათ საპარლამენტო არჩევნებში, არამედ დადასტურდა ადგილობრივ არჩევნებში ერთი წლის წინ და სწორედ ამიტომ მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ თუ ჩვენ სასწრაფოდ არ შევცვალებთ ეს საარჩევნო კოდექსი, შეუძლებელი იქნება თქვათ არჩევნების კანონიერი თუ წესიერი ჩატარება, მოდი ასე ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება თუ რასთან აქვს საქმე, რა კანონები რა არის დღევანდელ საარჩევნო კოდექსში ძირითადი, რაც გვთავაზობს ამ შემთხვევაში სამთავრობო კოალიცია, მოდი ასე დავარქვათ იმ ბლოკს, რომელსაც დღეს ახალი საქართველო ქვია, ახალი საქართველოსთვის დიახ და თუ რა შეიძლება ველოდებოდით ყოველგვარი ამისგან. ის საარჩევნო კანონი, რომელიც პირველი მოსმენით ჩვენთან პარლამენტში იყო გატანილი და შესაბამისად ჩვენ ბუნებრივია ველოდებოდით, რომ მეორე მოსმენით იქნებოდა ამ საკითხის განხილვა, ხოლო შემდგომ ბუნებრივია მესამე მოსმენით. უკვე დიდი ხანია იბლოკება პარლამენტის მიერ, პირველ რიგში ეს ხდება სახელმწიფო, მოდი ასე დავარქვათ, ფრაქციების მიერ, რომლებმაც რატომღაც 1000 მიზეზი გამოძებნეს იმისთვის, რომ ეს საკითხი არ განხილულიყო თითქოს უფრო მნიშვნელოვანი კანონი, რომელიმე არსებობდა ეს ქვეყანაში. მიზეზი ძალიან ბევრი იყო. ზოგი აპელირებდა იმაზე, რომ თქვათ არ არიან ჯერ ღრმად გაცნობილი ამ საკითხს, ზოგი იმიტომ რომ მომზადებულები არ არიან, ზოგი თითქოს ადრეა ამ საკითხის განხილვა, არა და დრო რა თქმა უნდა აღარ იქნეს. და ყველაფერი ერთბაშად გამოჩნდა მაშინ როცა უკვე შეიქმნა ასე ვთქვათ სამთავრობო კოალიცია, სადაც გაერთიანდა ის ძალები, რომლებიც მაქსიმალურად უჭერენ ხელისუფლებას ხელს, პრეზიდენტ შევარდნაძეს თუ მოქალაქეთა კავშირს და შესაბამისად მათ უკვე წარმოადგენეს ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გავაგრძელოთ თქვათ მეორე და მესამე მოსმენით ის პირველად მიღებული კანონი და უკვე ვისაუბროთ აი ამ თემაზე, რასაც თქვათ იმათ შემოვხდით. ეხლა რას გულისხმობს ჩვენს რაში არის თანხმობა თქვათ აი მათ შემოტანილ კანონპროექტს? პირველ რიგში რაში არ ვეთანხმები? ამ შემოტანილ კანონპროექტში, რაზეც არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ ესე იგი CSKO, ცენტრალური საარჩევნო კომისია დაკომპლექტებული იქნება 9 წევრისაგან და ამ 9 წევრიდან ესე იგი ძირითად ნაწილს ესე იგი პრეზიდენტი და ნიშნავს და შემდგომ ამტკიცებს პარლამენტი. 7 წევრი და 2 მერე ავტონომიური რესპუბლიკა. ესე იგი ფაქტურად მოდი ასე ვთქვათ, რომ 7-9 წევრი ხელისუფლების მიერ ვთქვათ ინიშნება. ეხლა აქ მეორე მხარეა ცოტა ისეთი თითქოს აი საკამათო, რომ ხო პარლამენტი ამტკიცებს და მაშინ არანაირად პრეზიდენტის დანიშნული.
ეხლა ჯერ მოდი ასე ვთქვათ, პირველი პრეზიდენტი დღეს რომ იყოს ის სუბიექტი და ის პიროვნება, რომელიც ამ პოლიტიკურ ბატალიებში არ ერევა, ის ყველაფერზე ამაზე მაღლა დგას და შესაბამისად პოლიტიკური პარტიები ვთქვათ იბრძვიან საპარლამენტო ადგილებისათვის, ჩვეულებრივი და ნორმალური მოვლენა და შესაბამისად უკვე პრეზიდენტი თანამშრომლობს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც კანონიერად ნორმალურად იქნენ ქვეყანაში არჩეული და მოსულები პარლამენტში, ერთი საკითხი იქნება, მაგრამ მოდი უნდა გავუწყოთ, დღეს პრეზიდენტი წარმოადგენს ერთ-ერთი საარჩევნო ბლოკის ხელმძღვანელს. ის არის ლიდერი ამ ბლოკის, ის არის პირველი ლობისტი ამ ბლოკის, მოდი ვთქვათ, და ის არის პირველი ოპონენტი დანარჩენი ყველა პოლიტიკური ძალებისა, მათ შორის ჩვენს ახალი პრეზიდენტის. ახლა ჩამოვიდა. ზეგი რამდენად სწორი იქნება, რომ ერთ-ერთი ვთქვათ სუბიექტის არჩევნების, რომელსაც წარმოადგენს ახალი საქართველოსთვის მისი ლიდერი, ნიშნავს თვითონ თითქმის მთლიანად, თითქმის რატო ვამბობ ახლა, იგივე აფხაზეთიდან როგორ დაინიშნება აფხაზეთის წარმომადგენელი გასაგებია და აჭარაც ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ, ეს არის ხელისუფლება, მართალია ლოკალური, რეგიონალური, მაგრამ ეს ხელისუფლების ერთ-ერთი შტო და შესაბამისად, ეხლა რაც შეეხება მისი წარმოდგენილი კანდიდატები უნდა იქნენ დამტკიცებული პარლამენტში. აქაც ეხლა ის რამდენი ხმით უნდა მოხდეს დამტკიცება, ესეც საკამათოა, ეს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, მაგრამ ხდება რომ რამდენიმე ვარიანტია ვითომ შემოტანილი, ესაა 79 ხმა, ან 118, ან 157, ეს ციფრები იქიდან გამომდინარე, თუ თქვათ რამდენი 2/3 უნდა იყოს, თქვათ მარტივი უმრავლესობა უნდა იყოს თუ 1/3 მარტივი უმრავლესობა თუ თქვათ 2/3-დან 3/4-იც არის საუბარი. რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლება ისევ შეეცდება იმას, რომ რაც შეიძლება გაემართოს საკითხი და 79 ხმით გაიტანოს, ან თქვათ უარესპრინციპში 118 ხმით, იმიტომ რომ მათ ბუნებრივი აქვს იმისი იმედი და პოტენციალიც, მოდი ასე ვთქვათ, რომ ამ ხმებს მოაგროვებენ და შესაბამისად პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან იმ პოლიტიკური ძალების ინტერესების დამცველი, რომელიც დღეს აი ამ ახალ შექმნილ ბლოკში იქნება გაერთიანებული და პირდაპირ თუ მისი არაპირდაპირ მხარდამჭერებისა და ასეთი პარლამენტში საკმაოდ არის ძალები და ხმები. შესაბამისად ჩათვალეთ, რომ ყოველივე ამის მერე არანაირი აზრი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში არ არის. იმიტომ რომ თემა ბოდიში თუ შეიძლება დავამთავრებ საკითხი მარტო ის არა, შენ რას ჩაგიგდებენ ურნაში, რომელ ხმად თავარი იქიდან შენ რას ამოიღებს და რას გინდათulis და ამ შემთხვევაში თუ დაკლა მთლიანად ამ ბლოკის მიერ იქნა ხელში ჩაგდებული, ასე ვთქვათ, მაშინ შესაბამისად. ალტერნატიულ პროექტებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მოდით მაყურებელს მოუსმინოთ. ალტერნატიული ეს არის, აი მინდა მაყურებელს უფრო სწორედ თუ შეიძლება ხაზი გაუსვა და ეს ვეგამონჩა და ბოდიშს ვისდი, ეს არის ალტერნატიული. ის პროექტი, რომელიც უკვე პარლამენტში განხილული იყო და პირველი მოსმენით იყო, იქ იყო წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური ძალა თითქმის, რომელიც დღეს რეალურად ქვეყანაში პოლიტიკურ ამინს ქმნის და მათი წარმომადგენლები ჩვენ იმაზეც წავედით, რომ არა მარტო ის ძალები, რომლებმაც იყო საუბარი 4% გადალაგება ბოლო არჩევნებში, თქვა 4%-იანი ბარიერი, არამედ ის იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელიც პირდაპირ ვიტყოდი განდევნილი იქნება. ესე იგი თავდაპირველ პროექტში ეს იქ არის სწორედ თვითონ ვეთქვა უარი სახელმწიფო ძალა. ამ შემთხვევაში ჩვენ პირველი მოსმენის ეს მიღებული გვაქვს და მეორე და მესამეზე რომ ეს მოვისმინოთ და გავიტანოთ. ამაზე ხელისუფლება იბრძვის რომ ეს არ გაიტანოს და ამ ალტერნატიული და იმედი აქვს რომ ამ ალტერნატიულს მეთქმას მისცემს. პირველი მაყურებელი ხაზზე მოусმინოთ. მოგესალმებით საღამოშვიდობისა, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. თხოვთ, დასვით. ალო. დიახ, ისმენთ. ისმენთ. ალო, ბატონო დავით. შეკითხვა გვაქვს ასე. თავიდან კალაგორის სტატუსზე რაღაც დიდი აჟიოტაჟი იყო, პაატა შეიძე დაგვირდა, მალე მოწესრიგდებოდა და ეს თქვენი აზრი მაინტერესებს, რატომ იქნებოდა ეს საკითხი და რატო აღარ განიხილეთ. დიდი მადლობა. მე გავიგე. ბატონო დავით, ესე იგი, ეს კითხვა ჩემს ასე ვთქვათ, გეგმაშიც იყო და მე საუცილებლად და კითხავ. ნუ როგორც ცნობილია, ახალი მემარჯვენეები გულში განაგრძობილი პარტია საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენენ, ქალაქის გამგებელი თქვენი პარტიის წარმომადგენელია და სწორედ ახალი მემარჯვენეების წინასაარჩევნო კამპანია დაეფუძნა იმ ასე ვთქვათ წინადადებას, რომ გორს რაც შეიძლება მალე უნდა მიიღო ქალაქის სტატუსი. სწორედ ეს კითხვა დასვა ახლა მაყურებელმა და შემდეგ პაატაჩხეძესთან საუბარში არაერთხელ მიკითხია თუ რა ხდება პარლამენტში, მას დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა თქვენი ფრაქციის მხრიდან, მაგრამ როგორც ჩაჯერჯერობით ვერ მოიცალეს ახალმა მემარჯვენეებმა ქალაქების სტატუსის საკითხისთვის აი ესეთი პასუხი იყო მის მხრიდან.
თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და როდის აპირებთ თქვენ გაიტანოთ? მე აბსოლუტურად ვეთანხმები ამ შემთხვევაში ამ კითხვის ავტორს, რომ ეს ინიციატივა ჩვენი პარტიიდან მოდიოდა და მე ისე ვგეტყვით, რომ ჩვენ ისევ ამ პოზიციაზე ვდგევართ. იმიტომ რომ გორი არა მარტო იმიტომ რომ პირადად მე მაქვს დიდი სიმპათიები ამ ქალაქისადმი, ანდა იმიტომ რომ ამ ქალაქში მართლა არჩევნების შედეგად მემარჯვენე ძალები მოვიდნენ ძირითადად, არამედ იმის გამო რომ თავისი ვთქვათ ისტორიით, თავისი სიდიდით, თავისი საქმიანობით გორი ნამდვილად იმსახურებს ამ სტატუსს. რაც შეეხება თუ რატო არა მოხდა პარლამენტში ამ საკითხის განხილვა და რატო არა ეს იცით რა სამწუხაროდ ისეთი საკმაოდ რთული თემაა იმ ხრივ რომ ძალიან ბევრი კანონები რომლებიც არათუ ვთქვათ აი ამ ლოკალურ ვთქვათ ქალაქს ან ლოკალურ რეგიონს ეხება ამ საკითხს არამედ რომლებიც უმნიშვნელოვანესია თავისი სიჩქარის მიხედვით იმიტომ რომ ზოგიერთი კანონის ვთქვათ ერთი დღე ან ერთი თვე გადადება იწვევს ხანდახან უხსებად პროცესებსაც და იწვევს ძალიან ბევრ რამეში ქვეყნის უკუსლას ასე ვიტყვი ამ კანონების გატანაც კი ვერ ახდება იმიტომ რომ მოგეხსენებათ ფაქტობრივად პარლამენტში ჩვენ გუნდებით ჩვენს ვამბობ ახლა მე არ მინდა ჩემ თავს ავარიდო ეს ყველაფერი ხანდახან აბსოლუტურად უაზრო კამათებს უაზრო ვთქვათ თემების გარშემო პოპულისტურ გამოსვლებს და საკუთარი ქულების დაწერას და იმ მნიშვნელოვან საკითხებს რომლებიც თუნდაც აი ეს საკითხი რაზეც იყო საუბარი ხანდახან რჩება ხოლმე პარლამენტის ერთი რამ დავაზუსტოთ თუ მე ისე დავაზუსტოთ აუცილებლად ჩვენ ამ თემას ყოველთვის გავაკეთებთ ინიციირებას ყოველთვის გავაკეთებთ ვთქვათ იმაზე ზეწოლას რომ ეს საკითხი აუცილებლად პარლამენტში და მე ახლა დავამატებდი პარლამენტში ერთ სპილოდაც თქვენთან განმოვიკითხოთ პარლამენტში იცით ახლა სპექტრი პოლიტიკური ძალებისა და მე მაინტერესებს თუ არიან მოწინააღმდეგეები აი ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რომ გარკვეულ რაოდენობას ქალაქებისაც განესაზღვროს ქალაქის სტატუსი. მე პირდაპირ გეტყვი სამწუხაროდ ეხლა მე მაპატიოს ბევრმა ჩემმა კოლეგამ ვინც ამას ისმენს ან ბევრი მოისმენს თქვა მაგრამ პარლამენტარები ძალიან დიდი უმეტესობა არც კი არ გარკვეული საერთოდ რაზეა საუბარი და ამ კანონპროექტებს არც კითხულობთ მარტო აინტერესებს სათავეში რა წერია რომელი პოლიტიკური ძალისგან არის შემოდანილი ესა თუ ის კანონპროექტი შესაბამისად ყოველას ესმის ასე რომ რა ხან ვთქვათ ახალი მემარჯვენეებისგანაა ეს კანონპროექტი შემოდანილი ესე იგი ამ კანონის უკან არსებობს ან ჩვენი ინტერესი ვთქვათ ან და ის ინტერესი რომ თუ ეს კარგი კანონია და მოსახლეობა ამას მიესალმება ესე იგი ჩვენ მოსახლეობაში გარკვეულად ავიწევთ ქულებს და დავიწევთ რაღაცა ქულებს და მაშინ რა ხდება ის რომ ვისი დაბლოკონ დაიწყება მაშინ ვაჭრობა რომ იცი რა ვთქვათ აი ჩემი ეს კანონი რომ გავიდეს მაშინ ხარჯ დაგიჭერთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ასე რომ პირდაპირ მე რო გითხრათ თქვენ რომ ვიღაცა ამისი წინააღმდეგი იყოს იმის გამო რომ შიგნით რომელიმე დებულება რომელიმე მუკლე რომელიმე საკითხი არ მოსწონს ამზე ნამდვილად არავის ასეთი აზრი არ გამოგვთქვას მაგრამ ის ეს საკითხი ჯერ განსახილველია უნდა თქვა შესაბამისმა კომიტეტებმა გაინახილონ შესაბამის ფრაქციებზე მოხდეს ამის წარდგენა და განხილვა აი ეს ხდება მიზეზი იმის რომ ჯერჯერობით ეს საკითხი პარლამენტამდე არ შეგვიძლია. დიდი მადლობა. როგორც ჩანს ჩვენს ტელემაყურებელს არ ჭირდება ტელეფონის ნომრის შეხსენება რადგან ძალიან აქტიურია ახლა წველოდება ხაზი ერთ-ერთი ტელემაყურებელი მაგრამ სანამ მას შემოვშევით თვითონში მე უნდა გეტყვით რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებთ ჩვენი ტელეფონის ნომერია 710 39 ან 713 შეგიძლიათ დამიკავშირდეთ დასვათ კითხვა და მიიღოთ პასუხი გადაცემაში რეგიონის თუმა. ახლა გიხსნით მეორე მაყურებელს მოგესალმებით საღამოშიდობისა თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ ისმენთ. მოგესალმებით მე ბატონ გაცასთან მოსაზრეთი შეკითხვა. ჩვენ გვაინტერესებს გვახსოვს ადგილობრივი არჩევნები გორში და გვახსოვს მისი თავმჯდომარე ბატონი გელაჩხეიძე. მაინტერესებს რატომ მოხდა მისი ცვლილება. და თანაც მინდა ალბათ თქვენ გექნებათ გამოცდილება პოლიტიკური მუშაობის შესაძლებლად და ახასიათებს ბატონი გელაჩხეიძე რამაც როგორც ჩემთვის ცნობილია იგი როგორც მაჟორიტარი დეპუტატი აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ამას ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ალბათ საქართველოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მართლაც შტაბის უფროსი იყო როგორც ვიცი გელაჩხეიძე აი ადგილობრივი არჩევნების დროს ადგილობრივი ორგანიზაციაში. ის აღარ ჩანს ის თავმჯდომარე გახდა. არის თქვენთან ის თუ არა? მე ამ შემთხვევაში გიპასუხებ რომ ძალიან იოლიცაა და რთულიც ჩემთვის ბატონ გელაჩხეიძეზე საუბარი, იმიტომ რომ ბატონი გელა ჩემი მეგობარია. და მეგობარზე ყოველთვის იოლია საუბარი, თან ტელევიზიის და კამერების წინ შეიძლება ცოტა რთულიცაა. მე ვიტყვი რომ ბატონი გელა ძალიან დიდი დამსახურებაა იმაში, რომ გორში მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ახალმა მემარჯვენეებმა. ბატონი გელა არა მარტო შტაბის უფროსი მზადდებოდა, არამედ ახალი მემარჯვენეების დაფუძნების დღიდან იყო რაღაც პერიოდი ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე გორის დღეს თუ საკალათო არა სხვა პარტიის რიგებში აქ თქმა უნდა ბატონი გელა არის
უბრალოდ ეხლა ჩვენ ბევრი რაიონში სხვათა შორის გავაკეთეთ ცვლილებები, იმიტომ რომ რაღაცა გარკვეული ეტაპები არსებობს, როცა ადამიანი ალბათ ყველაზე მეტად უნდა იყოს იქ, სადაც მას თავის რეალიზაცია შეუძლია. რას გულისხმობ მე, რომ არჩევნების პერიოდში ბატონი გელა ყველაზე რთულ პერიოდში იყო იქ, სადაც რაიონის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ერქვა, წყნარ პერიოდში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იქ უკვე სუფთა ცოტა მონოტონური სამუშაოც არ ხოლმე ამ პერიოდში, ბატონი გელასთან მე მქონდა პირადად მქონდა საუბარი, მან თქვა, რომ რაღაცა გარკვეულ პერიოდში ის უფრო თავის საქმიანობით იყო დაკავებული, შესაბამისად დიდ დროს ვერ უთმობდა იმ ვთქვათ ფუნქციას, რასაც პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელს სჭირდება ბუნებრივი და მე ძალიან კარგად მეთქვის ბატონი გელასი, იმიტომ რომ მეც ბიზნესიდან ვარ პოლიტიკაში მოსული, პროფესიით ისე ექიმი ვარ და მე მესმის რომ ბიზნესს ვერ გააკეთებ თუ შენ მთელი შენი ენერგია, მთელი შენი ვთქვათ დროის დიდი ნაწილი ამას არ დაუთმე და შეთავსება ამ პერიოდში იყო საკმაოდ რთული. მე ერთი ვიცი რომ კარზე არჩევნები და ბატონი გელა ან საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება, მე იმედი მაქვს და ძალიან აქტიურად იქნება ჩართული. მეორეს კითხვა იყო საუბარი იყო მის როგორც მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე. ხო, არა, ამაზე სხვათა შორის მე გეტყვით ერთ რამეს, რომ ეს ძალიან ისეთი ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო თემაა. ამ შემთხვევაში მე ორი ხელით ხარჯ დავუჭერ იმისთან კანდიდატის თქვათ მხარის დაჭერას, როგორც ბატონი გელა იქნება, მაგრამ ეს პირველ რიგში მისი გადასაწყვეტია და ბუნებრივია ჯერ ამ თემაზე ჩვენ საუბარი არ გქონდა და მე არ შემიძლია მის მაგალითად. ცენტრში შეთანხმდით უკვე ეს სიებზე და ეგ მაჟორიტარი. ნამდვილად არა. მე თქვენ გეტყვით, რომ ცენტრში ჩვენ გვაქვს რამოდენიმე რაიონში ჩამოყალიბებული აზრი, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი და ამ შემთხვევაში გორზე ნამდვილად არ არის. მე შემიძლია მთლიანად გითხრათ, რომ ალბათ საქართველოს მასშტაბით ჩვენ ჯერჯერობით სადაც 1/3 გვაქვს დაახლოებით ჩამოყალიბებული, ვინ უნდა იყოს მაჟორიტარი. ასევე ქალაქში, ქალაქის ათივე რაიონში. სიაზე ხო საერთოდ საუბარი არაა ჯერ. იმიტომ რომ აქამდე საკმაოდ დროა და მე მგონი რომ ამ დროის განმავლობაში ბევრი რამე დაიწყო. გასაგები, ბატონს ზურაბთან გადავა თქვენს დემარცხით. ახალი მემარჯვენეები არის ის ძალა, რომელმაც გაიმარჯვა წინა საკრებულოს არჩევნებში. მე მახსოვს, რომ თქვენ ძალიან ისე აქტიურად დაიწყეთ საქმიანობა, რამდენიმე ადგილზე ქალაქში დაიყო ასფალტის საფარი და შემდეგ ეს სამუშაოები შეწყდა. დღეს ვიცი, რომ ძალიან ძიმე სიტუაციაში ადგილობრივი მმართველობა ხედულობაში ის რომ გასუფთავებაც ვერ ხდება ისე ხშირად და ასე. ვიცი რომ აღარ ბიუჯეტთან ხო, არის პრობლემები კი, მაგრამ მე თქვენს ნებართვით ისე წინა კითხვას დაუბრუნდები, ქალაქის სტატუსს რო ეხებოდა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ დღიდან არჩევნების დამთავრების დღიდან, ანუ იმ დღიდან, როდესაც გამგებლობაში მოვიდა ახალი მემარჯვენეები, არ შეწყვეტილა ამ მემართულებით მუხჩა უხელი შრომა. უბრალოდ ეს შრომა ეტოპობრივად ხასიათს ატარებს, ძალიან რთულია, უმრავი პრობლემის დაძლევა ხდება ამ გზაზე. მოგახსენეთ ბატონო დავითმა, რომ ამ პრობლემის განწყობის ორგანიზ არსებობს ზემოდან, ანუ საპარლამენტო დონეზე და კიდევ ქვემოდან. და შრომის ძრო არის, შრომის შედეგებს ალბათ მე მოგახსენეთ. ასოციაციებში შეიქმნა, ხო, არტილერიის თვითმმართველთა ასოციაცია, სადაც მე მინდა ყოველ მაყურებელს მოვუწყო, რომ ბატონი პრატა იქნა არჩეული, არჩეული მერების არჩეულ თავმჯდომარედ იქნა. პირველი საკითხი და პირველი პრიორიტეტი აი ამ ასოციაციის მუშაობას ეს არის, რომ დაუბრუნონ ან აღუდგინონ იმ ქალაქებს, რაიონში შემავალი ქალაქები როქვია, ქალაქის სტატუსი. აი თქვენს იმ კითხვასთანაც არის დაკავშირებული ქალაქის სტატუსი, რომ ასოციაციის დაგება ახსენეთ. ხო, ნუ ბიუჯეტი გორი ატარებს და სარგებლობს ახლა რაიონში შემავალი ქალაქის სტატუსით და ჩვენი ბიუჯეტიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მთლიანი კონსოლიდირებული ბიუჯეტისა და ახალმოქმედი ადგილობრივი ბიუჯეტის შესახებ კანონით ჩვენი ბიუჯეტის პარამეტრებს კი ჩვენ განსაზღვრავთ, მაგრამ გვიმტკიცებს რაიონის გამგეობა და ბიუჯეტის პარამეტრების შეთანხმების გზით მიიღწევა. აი სწორედ ქალაქის სტატუსთან დაკავშირებული პრობლემებისა გამო, აი ამ ბიუჯეტის დამოუკიდებლობის არარსებობისა გამო, შეიძლება ქალაქში იყოს ეს პრობლემები დასუფთავებისაც, კომუნალურ მეურნეობისაც, ასფალტის დაკებისაც და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ეს მუშაობა გაჩნდა, იმიტომ რომ ეხლა პერმანენტულად ასფალტის დაგებას ვერ განახორციელებს ქალაქის თვითმმართველობა. დასუფთავებისში იყო პრობლემები, თქვენ საქმის კურსში ხართ. იქ შეიცვალა ხელმძღვანელობა, დახვდა აბსოლუტურად განადგურებული მეურნეობა. მხოლოდ აი წარმოიდგინეთ, რომ ქალაქის დასუფთავების მხოლოდ 2 მანქანის გამოყვანა შეგვეძლო ადრე. ეხლა სხვათა შორის მინდა ისიც გითხრათ, რომ შარშანელ ბიუჯეტთან შედარებით კარგი ბიუჯეტი გაქვს და მოგვეცა საშუალება, რომ მივეხედა ამ მეურნეობის ეს ჩვენი პირველი ფუნქცია, მოვალეობა, ხალხის ჩვენი მუშაობის შედეგს მხოლოდ აი დარგის
მდგომარეობით განსჯის და განსაზღვრავს და ეს პრობლემები დაძლევადია და მიდის მუშაობა ხა ერთბაშად ქალაქის აშენება შეიძლება ეს ეგეთი არ ხამიგი ეს პოლიტიკოსები მოიცეთ მემიჩვიეთ უკვე რაღაცა გამოსავალში კარგი პასუხების მოსაგებად ამ გზებზე დაასვადა რომ გზადოთ ხო ყველა ვაშინგტონში ყველა ზამთარში მემარჯვენეობა დაიწყეს აი ზამთარში არ შეიძლება და პროდუქტები დაიწყო ვაჩერდები ზაფხულში იყო მაშინ მართლა კეთდებოდა ზამთრის პერიოდი გავიდა და აი მოდი ზაფხული და გამოჩნდება ეხლა ისე ისე განძილია ისე ამაში გამოსავალს ის როგორც პოლიტიკოსი თქვენ ხუმრობით მაგახაბაზე მოძებნა ის გზა რომ უპასუხო ზამთარში შეიძლება თუმცა მე მინახავს ზამთარში წაგებენ არა ის თორეს მოთაშორს და იმედი პოლიტიკოსობისა და გეტყვით რომ ქალაქის გამგეობაში ყველა შეუძლია ნახოს ჩვენი ბიუჯეტი როგორ არის გაწერილი რა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი ქალაქში სოციალური და ასე ვთქვათ კომუნალური პირობების გამოჯადესების მიზნით და ნახავს ხალხი დაინახავს შემდეგ საკონტ დროუნ და ყველაფერს და ეს ეტაპობრივია და ერთბაშად არ ნამდვილად ელაშენდება ქალაქი კიდევ ერთი მაყურებელი ყავს ხაზზე მოსულეთ საღამოშიდობისა მოგესალმებით გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში როდესაც თქვენ გამოჩნდით როგორც პოლიტიკური პარტია საკმაოდ ისეთი დიდი ნაბიჯებით წახვედით წინ ძირად ღირებული ჩვენ არ მესმის თქვენი ხმა და თუ შეიძლება რომ გაიმეოროთ როდესაც თქვენ გამოჩნდით როგორც პოლიტიკური პარტია საკმაოდ ფართო ნაბიჯებით წახვედით წინ საკმაოდ ძირად ღირებული ჩვენ სუდად ვესმოდა ქალბატონო ჩვენ სუდად ვესმოდა თქვენი ხმა და თუ შეიძლება რომ გაიმეოროთ ისევ თავიდან დიახ როდესაც ეს პარტია გამოჩნდა არენაზე ისმის დიახ ისმის საკმაოდ ფართო ნაბიჯებით წავიდა წინ ძირად ღირებული ღონისძიებები ეს ცნობილი დეფილეები ცნობილი ეს მატარებელი და ეს მთელი ამბები მე მსხვილი ფულადი დახმარებები მიწისძვრის დაზარალებულებისთვის იცით რა და თავიდანვე ეს ჩემი ჯიბიდან არ დასულა მოდით ასე ვთქვათ თავიდანვე ითქვა რომ თქვენი ყავით პრეზიდენტის დასაყრდენი პარტია ეხლა გამოდიხართ მის ოპოზიციაში თუ თქვენ გახვედით როგორც მართველი პარტია ისევე აპირებთ ქვეყნის დანგრევას როგორც პარტია შეიძიანგრებს ქალაქს რატომ არავინ არ დაინტერესდა თქვენი წარმომადგენელი რას აკეთებს თქვენი პარტიის თავმჯდომარე გორის გორში კარგი გასაგებ დიდი მადლობა მე ძალიან კარგად მესმის ქალბატონის გარეზიანება იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით რაც ქვეყანაში ხდებოდა მათ შორის რა თქმა უნდა ბუნებრივია გორშიც და ყველაფრის ერთად და სწრაფად გამოსწორება სამწუხაროდ შეუძლებელია მაგრამ მეორე მხრივ მე ვერანაირად ვერ ვხედავ ვერანაირ ძალისხმევას ხელისუფლების მხრიდან დღეს საერთოდ ქვეყანაში და საერთოდ ვინმე სამ ქვეყანაში რამის გამოსწორება უნდადეს ხალხ შეიძლება თავიდან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რომ ქალბატონის არასწორი ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით რომ როდესმე ჩვენ როცა ჩვენი პარტია შეიქმნა პრეზიდენტის დასაყრდენი ხო ითქვა დასაყრდენი პარტია ქალბატონი პარტია საერთოდ მოდი ასე ვთქვათ მოქალაქეთა კავშირის წიაღში წარმოშობილი პარტია ნამდვილად არ არის ბატონო გოგა თქვენ ჩეკის სწორედ ისევე როგორც ქალბატონს იმიტომ რომ ის ადამიანები ვინც მაშინ უნდა გავიმეორო მე ეს ისტორია როგორ მოხდა როცა მოქალაქეთა კავშირი გადიოდა არჩევნებზე 99 წელს და როცა მათ აკლდათ ნამდვილად ის სახეები ვინც ქვეყანაში რამე გააკეთეს და შეუქმნიათ სწორედ მაშინ იყოს შემოთავაზება გარკვეული ჯგუფი ბიზნესმენებისადმი რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში სით ჩვენ მაშინ უარი განვაცხადეთ პარტიაში შესვლაზე პარტიის წევრები არც ერთი არ ყოფილვართ არასოდეს და ის თქვათ პროგრამა და ის ასეთი აშენებული კოშკები, რასაც მაშინ მოქალაქეთა კავშირი აპირებდა, აბსოლუტურად მისაღები იყო და მე დღესაც ვამბობ, 99 წელს არსებული პროგრამა რომ გადახედოთ თქვენ მოქალაქეთა კავშირს, ნამდვილად იმას ვერაფერს ვერ დაუწურდა და ჩვენთვის ეს იყო ნამდვილად გულწრფელი სრული იმისი, რომ მოვიდოდით პარლამენტში და შესაბამისად აი ამ ყველაფერს განვახორციელებდით. ამისი გამოცდილება ჩვენ ბიზნესებში გქონდა, იმიტომ რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერებს წარმოადგენენ, მათ შორის მე ჩემ თავზეც ვიტყვი თუ შეიძლება თითოეულ მათგანეს უკან არსებობდა რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ჯამში ალბათ დასაქმებული სამუშაო ადგილები, ბიუჯეტში შეტანილი მილიონები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პარლამენტში მოსვლის დღიდანვე, როცა ჩვენ მივიღეთ გარკვეული მოგვცეს თანამდებობები, კომიტეტის თავმჯდომარეები თუ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეები თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ,
არანაირი ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადება, ჩვენს მიერ შედგენილი კანონპროექტები, ჩვენი ცვლილებები რაც გვინდა გაგვეტარებინა, რითიც ხედავთ ჩვენ ქვეყანაში რამე შეიძლება შეცვლილიყო, მაშინდელი მმართველი უმრავლესობის მიერ არ იყო მიღებული. და მაშინ გავხსოვთ ალბათ პარლამენტში შესვლისდან ზუსტად 5.5 თვეში მე დავტოვე ფრაქცია მოქალაქეთა კავშირი, მე ისევ მგონი პარტიის წევრი არ ყოფილა და დავტოვე ჩემი თანამდებობა. ასევე მოიქცენ ლევან გაჩეჩილაძე, დათო გამყრელიძე, ირაკლი იაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, დათო ყოუაშვილი და ასე შემდეგ. მაშინ ეს 10-კაციანი ფრაქცია, რომელიც შეიქმნა, ეს 10-კაციანი ფრაქცია სწორედ იყო არა პრეზიდენტის დასაყრდენი, არამედ იყო პირველი ხმა და პირველი ძალა პარლამენტში, რომელმაც ხმა აიმაღლა იმ თქვათ უსინდისობის, უსუსურობის თუ თქვათ არ ვიცი მე კიდე გრევის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ხდებოდა. და ჩვენ ეს მაშინ როგორც შიგნით ყოფებმა ძალიან კარგად დავინახეთ და მივხვდით. და ჩვენ მაშინ ყველაზე მეტი დარტყმა, ჩვენ მაშინ მივიღეთ როგორც დღეს ვღებულობთ პრეზიდენტისგან, მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარისგან, უმრავლესობისგან, მინისტრებისგან, იმიტომ ჩვენ ვიყავით პირველი მტრები, თურმე ვინც ანგრევდა მოქალაქეთა კავშირს და მართლა მას ემოხდა, რომ ჩვენ აღმოჩნდით მართლა ალბათ ის კატალიზატორები კი არის გამომწვევი მიზეზები, ეს მაშინდელი მოქალაქეთა კავშირი და ანგრია და ის უმრავლესობა და ანგრია, რომელიც არსებობდა. მე ძალიან მიგვისთ ახლა ქალბატონის, მე არ ვიცი რა ინფორმაციებს ფლობს, ან სად წაიკითხავთ თქვათ ის, რომ როდესმე ჩვენ ვიყავით პრეზიდენტის დასაყრდენი. თუმცა ჩვენ ყველაფერს გვეძახოდნენ და ეხლა გვეძახიან. ნუ ჩვენ ავართ თურმე პრეზიდენტისთან ასოცირებული, რომ იქ ამის გამო ეს ისეთ არის, ყველაფერი შეიძლება ადამიანს დასწამო, მაგრამ მე მგონი ახალ მემარჯვენეებს ვერავინ ვერ დასწამოს, რომ მან ოპოზიციონერებას უვალად ან ამ გზით არ მიდის და ან კიდევ თქვათ იმაზე ასხავს. წისქვის ასეთ დროს ხელისუფლება აკეთებს. თუმცა პრეზიდენტი გაყვედრით, რომ თქვათ მისი ასეთ თქვათ იცით რა, ამ შემთხვევაში მე ძალიან ვხვარ, რომ თქვათ ქვეყნის პრეზიდენტზე უნდა ვთქვა ის, რაც სათქმელია. პრეზიდენტის ფუნქცია, იცით, ის რომ თუ სადმე ბიზნესი ვითარდება, ხელი მიახმაროს იმას. პრეზიდენტის ფუნქცია თუ ვინმე კაცი მოდის და ზურგზე ტომარა უდევს, მიეხმაროს იმას, რომ ის ტომარა მიატანოს რაღაც სიმბოლურად გამოდგო. თუ ვინმე ქვეყანაში რამეს ქმნის, კეთილი ინებოს პრეზიდენტი იქნება, ის სახელმწიფო მინისტრი იქნება თუ მინისტრები, ხო? თავიანთი ფუნქცია გააკეთონ, ამაში იღებენ ეგენი ხელფას და მაგიტომ აირჩიეს თითქოს აირჩიეს, თქვა და იმიტომ დანიშნა პრეზიდენტმა კიდე ის მინისტრები. და დღეს როცა თითოეულ გაკეთებულ რაც მათ ევალება, იმ გაკეთებულ საქმეს რო გაყვედრიან, იცი რომ ჩემი მაგის გაკეთებული კი არ არის. ეგ არის პრეზიდენტის გაკეთებული ქვეყნის. ის და მაშინ თუ მას ემოიქცა ძალიან კაი გააკეთა. აი ხლა რო აყვედრეს ვინმეს რომ მე შეგიწე ხელი, აბა რა უნდა გაიკეთებინო? უნდა შეეშალა ხელი ბიზნესის განვითარებისთვის. ანდა დღეს ხშირად ხდება ხოლმე, თქვათ იგივე მინისტრთან მიყვება რაღაცა ისეთ სიტყვა, რომელიც ფუნქცია რო იმან გააკეთოს. როცა ამას გაგიკეთებს, თურმე იმისი მონამორჩილი უნდა იყოს მთელი ცხოვრება, რომ რაღაცაზე რეზოლუცია დაგიდვა ხელი მოგიწერა. რა ფუნქცია აქვს სხვა იმას, მაგრამ როგორც წესი მეაჩნია და ქვეყანა მაგათია. და თუ ვიღაცა თქვათ ქვეყნის ბიუჯეტიდან რაღაცა გამოუყვეს დახმარება, ან რაც ეკუთვნის გზების დაგებაზე იქნება, შუქზე იქნება, მშენებლობაზე და ბიუჯეტიდან თანხა გადაგაცეს, ესე იგი თითქოს თავიანთი ჯიბიდან არის ეს ფული ამოღებული, ესე გაყვედრიან. არავის დასაყვედრებელი ქალბატონო, ჩვენ ნამდვილად არა გვაქვს და ბატონო თქვენზეც ეს საკითხი რომ გაყვედრეთ. იცით რა, მაგას თუ რამე გაუკეთებია, კარგი, ძალიან კარგი და ამ შემთხვევაში მართლა ეს პლუსი არის ქვეყნის, მაგრამ თუ ქვეყანაში ვინმე რამეს აკეთებს, ბიზნესს ქმნის, შენობას აშენებს, სამუშაო ადგილებს ქმნის, რაღაცა პროდუქციას ქმნის, ხო? ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, თითოეული ჩვენთაგან უნდა დაუდგეთ გვერდზე და ხელი მივახმაროთ, იქნება ასეთი კაცები გამოჩნდეს კიდევ მეტი და მეტი, რომ ქვეყანას რაღაცა ეშვებს. და ბოდიში მეორე გააგრძელა კიდე თემა ბატონ პაატაჩხეიძესთან დაკავშირებით არ შეიძლება უპასუხოთ დავტოვო მე ეს კითხვა. და მე ცოტა გული მწყდება, რომ თქვათ ბატონი პაატა ასეთი კონტექსტით იყო მოხსენებული კაცი, რომელიც მე ვიცი რომ დაუღალავად შრომობს და ცდილობს ასე თუ ისე, მართლა ცდილობს, რომ ქვეყანაში მართლა რაღაცა შექმნას, მაგრამ თუ ხა პაატაჩხეიძე მართლა არ არის ჯადოსნური, თქვათ, ჯოხის მფლობელი, რომ ერთი ხელის დაკნევით ან ქალაქის შეცვალოთ, რამე გააკეთოს, მაგრამ თუ რეგიონს, თუ ქალაქს ბიუჯეტი არ ექნა, თუ თანხები არ ექნა, თუ სახსრები არ ექნა, თუ პაატაჩხეიძე ისე როგორც ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ამ პარტიის ლიდერი, ჩვენი მთავარი კომიტეტის წევრია ბატონი პაატა, ხო? რახან ოპოზიციური პარტიისა და ასეთ წნეხებშია მოქცეული დღეს ისევ ხელისუფლების მიერ და მას ფაქტიურად მისი ყოველი ნაბიჯი, როგორც ვთქვათ, აი ასეთი დაწოლის ქვეშ იქნება, რა უნდა გააკეთოს ამ პირობებში ადამიანმა. რასაც ახერხებს და რასაც წვალობს ამ პირობებში, ესეც ჩემი საქმით, ჩემი საზრით ბევრია, მაგრამ ალბათ მეტი იქნება გასაკეთებელი. რა თქმა უნდა, ხალხს ხელი ვერ დაატყო, მაგრამ ერთი იცოდეთ, რა ძალიან ძნელია ოპოზიციონერი როცა მოდიხარ შენ არჩევით ხელისუფლებაში და შენს გარშემო ქვეყანაში მთლიანად შენი ოპოზიციური და შენი თქვათ ის პარტიები, რომლებიც
არ გაძლევენ საშუალებას. თუ ქვეყანას თავში არაფერი ეშოლა, ერთ რეგიონში ბატონი პაატა ნამდვილად ვერ შეძლებს იმას. პაატა ჩხეიძე კი არა, არ ვიცი ვინ შეიძლება იყოს, თუ ქრისტე ღმერთი არა, რომ რაღაცა შეატყრიალო და რაღაცა გავა. შეიძლება ამ უფლებების და ამ ფუნქციების პირობებში ახლა მხოლოდ ჯერ მაყურებელს მოვუსმინოთ და შემდეგ თქვენთან გამოვაკეთოთ. ისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ დასვით კითხვა. კი ბატონო. გამარჯობა. ალო. დიახ, ისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ ბატონო დავით, გამარჯობათ ბატონო ზურაბ, გამარჯობათ ბატონო გოგა. მე ამ ქალაქის მე ძველი გორელების რიცხვს ვეკუთვნი ერთი სიტყვით და მე მინდა გითხრათ, რომ მე ვამაყობ იმ პერიოდში, რომ მომიწია ცხოვრება, რომ ჩვენ ქალაქს ასეთი გამგებელი ყავს. ბოლო 10-11 წლის მანძილზე, რაც გადატრიალება მოხდა საქართველოში, პირადად ჩვენ ქალაქს ასეთი გამგებელი არ ღირსებია. მე არ ვიცი ახლა ქალბატონი რომელიც დარეკა ეს ალბათ გაგულისებული, გაბოროტებული, დაბრუნებული ქალბატონია, მაგრამ რაც შეუძლია პაატა ჩხეიძეს და იმ გუნდს, რომელიც დღეს პაატა ჩხეიძის გვერდზე დგანან, ეს არიან ადამიანები, გორელები, რომლებსაც გული შესტკივათ ამ ქალაქზე. და ბატონო დავით, მე უბრალოდ მადლობა მინდა მოვახსენოთ თქვენს პარტიას, ანუ ახალ მემარჯვენეებს, იმისათვის, რომ სწორედ პაატა ჩხეიძის კანდიდატურა დასახელდა ქალაქში და რომ პაატა ჩხეიძემ გაიმარჯვა და მე იმედი მაქვს, რომ ალბათ საპარლამენტო არჩევნების დროსაც თქვენი პარტია ასეთ ღირსეულ კანდიდატს წარმოგვიდგენს. მე ჩხეიძეზე კი არა მაქვს ლაპარაკი. იმ ხალხიდან, ვინც თქვენს გვერდით დღეს გორში დგას. მადლობთ იმისათვის, რომ ჩვენი ქალაქის გამგებელი დღეს პაატა ჩხეიძეა. უღრესი მადლობა, ალბათ მე ერთი რაღაცა იმ თემასთან მინდა ვიტრიალოთ, რასაც გაყედრების ასე თქვა ცუდი ცუდი მომენტი. მომენტი. იგივე ახლა რომ მინდა გითხრა თქვენს შეგაყენოთ ინფორმაციის კურსში, დავით, რამდენიმე მოქალაქეთა კავშირმა გამართა ადგილობრივი კონფერენცია და ესე დამოფარულად ვახტანგ ყანჩაურმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტისა თქვა, რომ ჩვენ რა დავხმარებთ მემარჯვენეებს ადგილობრივ არჩევნებზე, ისინი ვერ გაიყვანდნენ ვერავის. მაინტერესებს, რამდენად იყო მათი დახმარება თქვენს მიმართ, რამდენად ხელისუფლების მხრიდან ამ შემთხვევაში ის ხელისუფლების მხრიდან და კი ხელისუფლება ის თქვა ამ ფრაზაში, მე როგორც ვიცი, ბატონო ვახტანგ და ესეთი ფრაზა იყო. თუმცა პაატა ჩხეიძის ფრაზაც ვიცი, თვითონ დასახმარებელია მოქალაქეთა კავშირი და ვისაც დახმარება. საინტერესოა მე ხო პირველად მესმის ეს აზრი, ეს მოსაზრება ბატონი ვახტანგის ეს სიტყვები, ხო, ნუ მე ვერ მივაქცი ალბათ ყურადღება. თუ გვეხმარებოდა და ჩვენი კანდიდატი მოსწონდა და ხმა მისცა, მისი საარჩევნო უფლება იყო, ხმა მიეცა, მაგრამ მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები, ვერც თქვენ დაგეთანხმებით იმაში, რომ ბატონი ვახტანგის დახმარება ეს სახელმწიფოს და ხელისუფლების დახმარებას ნიშნავს. ბატონი ვახტანგი ერთი გორელი პიროვნებაა და აბარებო მოქალაქეთა კავშირის კონფერენცია, სადაც ის გუბერნატორი და ასე შემდეგ ყველა აქტივისტი მოქალაქეთა კავშირის და მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები. მე არ მინახია ჩვენ დავეხმარებთ საქართველოში მე რამდენი ციკლი მიდის არჩევნების მესმის მე რამდენი ციკლი არჩევნებისა საქართველოში მე არ მინახია გამარჯვებული პარტია გამარჯვებული პოლიტიკური ძალა რომ ვიღაცა მან არ დააყვადროს ან გაყალბების გზით მოსვლა არ დასწამოს მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ რა ერთი წელი გავიდა და ყველა მივეჩიოთ და შევეგუოთ იმას რომ ახალ მემარჯვენეებმა გაიმარჯვეს და თუ ბატონმა ვახტანგმა ხმა მხარი დაგვიჭირა და ხმა მოგცა იმედი გვექნება წელსაც საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ პარტიას დაუჭერს მხარს და ეს მისი გადასაწყვეტია მე რა ის მაჟორიტარი იქნება და ჩვენ პარტიას მე აუცილებლად უნდა გავცე აი ნამდვილად კომენტარში არა მე გაზეთში იყო აღარ მახსოვს თუ გაზეთში რამოდენიმე დისციპლინა იყო განცხადება რა ერთ ძალიან ცუდი ხასიათი მაქვს რომ რომელ პარტიაშიც არ უნდა იყოს ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს თქვა ჩვენ ამედან განწყობილ ცუდად განწყობილ თუ ამ ადამიანს პარტიის უწევს და აი მართლა კაცურად და გულით მიყვარს რომ ამას სახალხო თუ იტყვი და არ დავმალა ბატონ ვახტანგ ყაჩაურს მე ძალიან პატივს ვცემ მართლა ის არის ღირსეული ადამიანი და ძალიან დიდი ვაჟკაცი პიროვნება და სხვადასხვა შეიძლება ბატონი ვახტანგი გვისმენს და როცა ეს წარვითა ჯერეთი რომ არ დავიჯერებ მეორეს მხრივ თუ დავიჯერებ ახლა განცურად მეწყიდა სიმართლე გითხრათ გულზე მოვხდა და ერთი რამე მინდა თქვა თუ ახლა როცა თუ ამ კონტექსტშია ნათქვამია ჩვენ მხარი დაუჭირეთ და ამ შემთხვევაში ამ ჩვენში ბატონი ვახტანგი გულისხმობთ მათ მოქალაქეთა კავშირს
რანაირი მოქალაქეთა კავშირის წევრები იყვნენ მაშინ ამ ხარდამჭერები მოქალაქეთა კავშირი თვითონ იყო სუბიექტი არჩევნების დროს მართალია 0.0002 რაღაც% იყო მაგრამ თვითონ იყო სუბიექტი და რატო გიჭერდა მხარს ესე იგი აი ეს თვითონ ბატონო ვახტანგ რაღაცა მგონია რომ თქვენი ნათქვამი არ არის მაგრამ ვისი ნათქვამიც არის ეს სიტყვები ძალიან არასწორად თავის თავსვე ღალატობს და მტრობს იმიტომ რომ თუ ამ პარტიის წევრი ხარ სხვას რატო უჭერ მხარს რატო თაფლობ თუ იმას უჭერ მხარს მაშინ კაცურად და ღირსეულად გააკეთე და თქვი რომ იცი აი იქითავა და ის მომწონს და თუ ეს რაღაცა ისე კაც გაკეთებული რომ აქ ახარ და იმას მხარს უჭერ არც უნდა დამალებ მაინც მაგის თქმა არ შეიძლება ასე რომ თუ ბატონი ვახტანგი კი არა მე შინაგანად დარწმუნებული ვარ რომ ბატონი ვახტანგისნაირი ხალხი ნამდვილად მემარჯვენეებს დაუჭერდა და დაუჭერს მხარს ასეთი ხალხი ჩვენ რეგიონში ბევრია და ასეთები ჩვენი ბევრი მხარდამჭერი ყავს მე თუ ალბათ დაუჭირა კიდეც ბატონმა ვახტანგმა ძალიან სწორად და ღირსეულად მოიქცა და ეხლა თუ თქვათ მოქალაქეთა კავშირის რეგიონშია ბატონი ვახტანგი და მხარდამჭერი მათი იქნება ეს მისი გადასაწყვეტია მე არანაირი უფლება არ აქვს თქვათ ამ შემთხვევაში მას რამე ვთქვა ვანი ფიქრობს მაგრამ ისე სადაც ახარ იმას უნდა დაუჭირა მხარი არც უნდა აი ბატონო გოგა ის მოსაზრებები რომელთაგან მე კომენტარი არ გავაკეთე გასაგებ ბატონო სულ უფრო და უფრო ძალიან ხშირად მიმდინარეობს საუბარი იგივე ოპოზიციურ პარტიებში რომ მოხდება თუ არა გაერთიანება ოპოზიციური ძალებისა თქვენი პოზიცია უკვე ცნობილია რომ თქვენ მარტო აპირებთ არჩევნებში მონაწილეობას პირველად ეტაპზე ასე თქვა დაფიქსირებულია ეს პოზიცია მაგრამ ხო არ შეიცვლება იგივე აი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს პოზიცია და თქვა ხო არ შეხვალთ რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან ბლოკში იგივე გაერთიანებულ დემოკრატიებთან და თქვა ნაციონალურ მოძრაობასთან ბატონო გოგა ეს არის ის კითხვა რომელიც ჩემის აზრით ეხლა ყველაზე აქტიურია ჩვენი პარტიის წევრებისთვის რეგიონებში რაიონებში თუნდაც ცენტრალურ ოფისში ისევე მოსახლეობას ძალიან აინტერესებს რომ მართლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი საკითხია და თქვა ეტაპიც ისეთია რომ ალბათ თქვა ეხლა უნდა რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული მე და ჩემი პარტიის სხვა წევრებმა არაერთხელ გავუსვით ხაზი და თქვათ ვისაუბრეთ იმაზე რომ ჩვენ დღესდღეობით მოდი ასე ვთქვათ ვართ იმ პოზიციაზე რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გავიქეთ თუმცა ისე ვამბობ რომ არ არის გამორიცხული ბუნებაში არაფერია გამორიცხული და პოლიტიკაში მით უმეტეს ისე სწრაფად ხანდახან კალეიდოსკოპური სწრაფით იცვლება სიტუაცია ქვეყანაში რომ თუ ამაზე ძალიან სწრაფი რეაგირება არ მოახდინე მაშინ შეუძლებელია ვთქვათ პოლიტიკას კი არა ნებისმიერ რამეს მიყვეთ ეხლა განპრობლემად აი ამ საკითხის ასეთი პროვოცირება გამოიწვია ამ სამთავრობო ბლოკის სახელმწიფო ბლოკის შექმნა მე არ მგონია რომ სახელმწიფო ბლოკი დღეს იყოს ის ძალა ან ის მაპროვოცირებელი თქვათ პროცესი აი ამ ბლოკის ასეთი გაერთიანება და ის თურმე გაუთავებელი რიგები კარებთან და კარების ჩამოღება და ჩამომტრევა იქნება შეიჭრას ვიღაცა იმ შენობაში და მიიღონ ამ ბლოკში მე მგონი კარებს ხანერად ჩამომტრევენ და აუჭიდავენ იდეაში ალბათ საბოლოო ჯამში არ მგონია რომ ეს ბლოკი წარმოადგენს ის ძალა იმ ძალას და იმ საშიშროებას რომ ეხლა სულ ყველა თურმე დავივიწყოთ ჩვენი პოლიტიკური კრენდო ჩვენი გზები ჩვენი მიზნები ჩვენი ამოცანები ჩვენი პოზიციები და დავხუჭოთ ყველაფერზე თვალი გავერთიანდეთ რომ არითა ეს ძალა წალეკავს ქვეყანას ნამდვილად ასე არა და მოდი ბუზისგან სპილოს ნუ გავაკეთებთ იმიტომ რომ ის ურეიტინგო უпроსოდ ბოდიში უარყოფით რეიტინგი არის მინუსებში რო რეიტინგები ნულის ტოლი ხო კი არა აი ამ მინუს რომ მინუსი მივუმატოთ პლუს ვერაფრით ვერ მივიღებთ ასე რომ ეს ურეიტინგო პარტიების თუ ფიზიკური პირების გაერთიანება ნამდვილად არ არის ახლა ის პროვოცირებელი მომენტი რომ ჩვენ ახლა შევცვალოთ ჩვენი სიტუაცია და არიქა თქვათ რომ ეხლა თუ ყველა არ გავერთიანდით ეგ ერთი საკითხი მეორე საკითხი ის რომ კონსულტაციები ამ თემებზე მიდის და ეს საკითხი შეიძლება მომწიფდეს შეიძლება მივიღოთ ამ საკითხის რაიმე გადაწყვეტილება მაგრამ მე არ მგონია რომ ეს ეხლა მოხდეს თქვათ იგივე აპრილში მაისში ან ივნისში საკმაოდ დიდი დროა მე იმედი მაქვს რომ მანამდე ბევრი რამე შეიცვლება შეიძლება ის ასეთი შეთითხმები ბლოკი ძალიან სწრაფად დაიშალოს იმიტომ რომ ალბათ არ ვიცი გაქვთ თუ არა თქვენს ინფორმაციაში ძალიან სერიოზული შეხლა შემოხლა მიღებული ყოფილი ადგილებს ვერციებს და ვის რამდენი და როგორ და შეუძლებელია ხელოვნურად აბსოლუტურად სხვადასხვა მენტალიტეტის, სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის, სხვადასხვა ხედვის, სხვადასხვა შეხედულებების ადამიანები ასე ხელოვნური არაფერი არ არის გამონებული. ხელოვნური არაფერი ასეთი ხელოვნური საპნეს დუშტივით გასკდება. რამდენი გეკუთვნით რესურსები დამოუკიდებლად. ეხლა შეიძლება გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს რაც მთავარია მივახციეთ
ერთ რამეს აი ამ პოლიტიკურმა ძალებმა ვისგან ჩამოთვალეთ. ბატონო გუგა, იგივე დემოკრატებმა, იგივე ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ პრინციპულ საკითხებზე ერთმანეთთან შეჯერებულები გვაქვს პოზიცია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ქვეყნისთვის საარჩევნო კოდექსი და აქ ერთი პოზიცია გვაქვს. ჩვენ ვიცით, რომ იმ უმნიშვნელოვანეს კანონ პროექტებზე, რომელიც დღეს საკანონმდებლო ორგანოში დევს, ერთიანი ძალისხმევა ჭირდება და აქ ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ის, რომ ერთმანეთის განზღვაგინებას არ უნდა დაუწყოთ დრო და პირიქით ერთმანეთი უნდა დავამაგროთ და ჩვენი მხრიდან ჩვენ ამას ვაკეთებ. მე ასევე ვიტყოდი, რომ ბატონი ზურაბისგანაც ნამდვილად არის ეს ტენდენციები, სამწუხაროდ ყველაზე ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ხანდახან გაზეთებში ისეთ რამეს ვკითხულობ, რომ ძალიან მიგვირს თქვა და მე ძნელიცაა ხანდახან ზოგიერთებთან რაღაც თემების გარშემო ისაუბრო, მაგრამ ასე თუ ისე მე მიმაჩნია, რომ ამ თემაზე ჩვენ ანუ ყველაზე მნიშვნელოვანზე შეთანხმებულები ვართ, რაც ქვეყანას სჭირდება და აქ გაერთიანებული ოპოზიცია. ეხლა თუ გაერთიანებაში ზოგიერთები მარტო იმას გულისხმობენ, რომ ბარიზამენს ერთი სია გქონდეს და ერთი სიით წავდეს, მე აქ ვერ ავხედავ აუცილებლობას, იმიტომ რომ შეიძლება ამ ერთ სიაში რამოდენიმე პოლიტიკური სუბიექტის გაერთიანება ნამდვილად არ მოგვცეს სინერგიზმის ეფექტი, ანუ უფრო ერთს მივუმატოთ ერთი და ერთი სამი კი არ არის, არამედ ვთქვათ ხუთი, მარტივად ვთქვათ, ანუ უფრო მეტი ხალხი მოიზრდა. შეიძლება ამან უკვე ეფექტიც მოგვცეს, იმიტომ რომ ჩვენ ასე თუ ისე მაინც ხედვით და მენტალიტეტით თქვათ ბუნებით განსხვავებული ადამიანები ვართ. იცით, ეხლა ბევრს შეიძლება იმიტომ მოსწონს ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნა, რომ იქ ასეთი ტიპის ლიდერია, ვთქვათ, და არა ისეთი ტიპის ლიდერი, როგორიც თქვათ ახალმემარჯვენეებში არის. ზოგს პირიქით ახალმემარჯვენეებში იმიტომ მოსწონს ყოფნა და იმიტომ გვიჭერს მხარს, რომ აი თქვათ ასეთი შეხედულებები გვაქვს და ასე ვხედავთ ქვეყნის მომავალს და შესაბამისად ამ გაერთიანებამ შეიძლება მათის ელექტორატი დაარჩენოს და ჩვენ შევიდეთ, ამიტომ ამას ყველაფერს დათვლა უნდა. ჩვენ შეიძლება ცალ-ცალკე შევიდეთ პარლამენტში, თავად ჩვენ პარლამენტში მოვძებნოთ საერთო ენა, რომ იქ შევქნათ უმრავლესობა და ამ პარლამენტში რა ცალ-ცალკე შევალთ ყველანი ერთად ერთი სით, მე აქ აუცილებლობას დღესდღეობით მაინც ისევ ამ კონსულტაციები ამ თემაზე არსებობს, ვერ ავხედავ. ერთადერთია მარტო მან ბუნებრივია გასათვალისწინებელი, თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას აქვს იმისი შიში და საფრთხე, რომ ვერ გადალახავს 7%-იან ბარიერს და შეიძლება დარჩეს პარლამენტს მიღმა, მაშინ ბუნებრივია აქ ეგ საკითხი უნდა დადგეს, იმიტომ რომ თქვათ ის აკრეფილი პროცენტები 2 იქნება 5 თუ 6 სიტყვაზე, თუ ამ გარეთ დატოვებს და ამ პროცენტებს დაკარგავს აი ეს ოპოზიციური თქვათ მხარე, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მაშინ ბუნებრივია გაერთიანება, მაგრამ მე აქ ამ შემთხვევაში ახლა ჩვენზე იყო საუბარი, მე სხვაზე არ ვისაუბრე, მე ამის საშიშროებას ნამდვილად ვერ ავხედავ. ახალი მემარჯვენეები არ არის ის პარტია, რომელიც დღეს ფიქრობს იმაზე, 7%-იან ბარიერს გადალახავს თუ არა და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მაყურებელი, საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობა. ბატონო ზურა გამარჯობა. ცოტა ხმაურობა თუ შეიძლება. მოგესალმებით ყველას თქვენ სტუმრებს. წინა გამომცემლმა ქალბატონმა უკვე ჩემი რაღაც გულის ტკივილი იმის წინ გამომცემლ ქალბატონზე უკვე გასცა. გამოხმაურებები აღარ გინდა ქალბატონო ეს თუ კითხვა კონკრეტული დავსვათ, ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ბატონო ძალიან ცოტა დრო გვაქვს და კონკრეტული კითხვა თუ შეიძლება. არა, კითხვა არ მაქვს, უბრალოდ ბატონ პაატაზე მინდა ძალიან დიდი მადლობა, რომ ქალაქს ნამდვილად ყავს ასეთი დიდი პიროვნება. გასაგები, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო, თქვენს ნებართ მე კიდევ ტელემაყურებელს შევახსენებ კიდევ ერთი გაერთიანების შესახებ, რომელიც დღეს გორში შედგა. ეს არის პოლიტიკურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, ბატონ ზურაბი ესწრებოდა გაერთიანებას, ასე ვთქვათ, ეს არ არის როგორც ამიხსნეს მე ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები და როგორც ვთქვი, მემორანდუმი მიიღო პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო საბჭომ და იქნება ამის შესახებ ბატონო ზურაბი მოგაწოდოთ პატარა ინფორმაცია და რა მიზნის გარშემო ხართ გაერთიანებული ეს 10 პოლიტიკური ორგანიზაცია. ნულის პირველი შეხვედრა იყო გაერთიანებული დემოკრატების ინიციატივით შედგა ეს პოლიტიკურ პარტიათა, ასე ვთქვათ, საკოორდინაციო საბჭოს პირველი სხდომა. სადაც დაფუძნდა ეს საკოორდინაციო საბჭო, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ გორში მოქმედი პოლიტიკური პარტიები მონაწილეობდნენ. რა არის იცით, არჩევნები მოდის თავისი მნიშვნელობით ალბათ ყველაზე გადამწყვეტი და აქ არჩევნებამდე იმაზე შეთანხმება, რომ რაღაც საერთო ფორმატით ვითანამშრომლოთ, ვიურთიერთობოთ, რაღაც განსაზღვრულ ჩარჩოებში მოვაქცეს ჩვენი ურთიერთობა პოლიტიკური პარტიებისა, ალბათ აუცილებელი იყო და მე მინდა რომ დღეს აი ამ შეხვედრას ახლა უკვე 1 საათი გავიდა სხვა გონებით უკვე კიდევ ერთხელ მივესალმე, იმიტომ რომ
აი წამოღებული მაქვს ახლა მემორანდუმი, რომელიც მიღებული იქნა ამ საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომაზე. ვერ ვხედავ მე ამ მემორანდუმის ვერც ერთ მუხში ისეთ პუნქტს, რომელსაც რომელიმე პარტია თქვათ უარყოფდა და არ მიიღება. წარმოიდგინეთ, რომ მთელი საარჩევნო მარათონის მანძილზე დავიცეთ ურთიერთობის ეთიკურ ნორმებს. ან ერთიანი ძალისხმევით წინააღმდეგებით არჩევნების გაყალბებას და ხელში უწყოთ დემოკრატიული სამართლის არჩევნების ჩატარებას. ბატონ წერან ახსენა, რომ აი ამ მხრივ მუშაობა მრავალ დონეზე მიმდინარეობს, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. მე მინდა გითხრათ, რომ ის ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც მომზადებული იქნა და ალტერნატივამდე პირველი მოსმენით იქნა მიღებული პარლამენტში, ამ ცვლილებებში ჩვენი პარტიის წვლილი არის დიდი და მე მიხარია, რომ ყველა პარტია მონაწილეობდა, ყველა ასე ვთქვათ დემოკრატიული მიმართულების პარტია მონაწილეობდა ამ ცვლილებების მომზადებაში. აი შემდეგი მუხლია გმობთ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური პარტიების და მათი წევრების მიმართ ძალადობის, პოლიტიკური ტერორისა და დევნის ფაქტებს. რა არის აქ მოხებილი? და მოსახლეობას ბოლო მუხლია ძალიან საინტერესო. ბოლო მუხლი არის, რომ ხელისუფლებას მოუწოდოთ უზრუნველყოს დემოკრატიული საარჩევნო კანონის მიღება და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რათა არჩევნები არ იქცეს სახალხო მხედველობისა და უმართლესი პროცესების მიზეზად. ასე ხო, ახლა მე ვიცი რომ მიმართვაც პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა ჯერ არ ყოველ შემთხვევაში საკოორდინაციო საბჭოს ეს მიმართვა არ მიუღია. აი სწორედ იმასია საუბარი ბატონო დათო რომ მიიღოს პარლამენტმა რაც შეიძლება სწრაფად დღეს იყვაოს მე ვესწრებოდი ამ საკოორდინაციო საბჭოს ცდომას რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს პარლამენტმა ეს დემოკრატიული არჩევნებისთვის კოდექსი რომელიც უზრუნველყოფს ობიექტურად ჩატარებას. ფაქტია რომ გორში უკვე მოახერხეს ამ ათმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ გაერთიანება ერთი მიზნისკენ ჩატარდეს ობიექტური არჩევნები. ვითამაშოთ ასე ვთქვათ ჯანსაღი წესებით. ფერდმან გიზმენთ, რასაც თქვენ მზანებთ ახლა, აი ვთქვათ რომ იქნებ ჩატარდეს ჯანსაღი წესებით ინფორმით. მეტაი ასე მოხდეს, მაგრამ ამაზე მეტი საფიქრელი დღეს და ამაზე სერიოზული მე მგონი ჩვენ პარტიას არ აქვს და ბევრ სხვა პარტიას. თბილისში თუ მოხერხდა ეს საკოორდინაციო საბჭოში. არა, ასეთი სახით ეხლა რაც ბატონმა ზურაბმა წაიკითხა ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა და ეს შესანიშნავი მაგალითია თქვა. იმიტომ რომ პირველ რიგში ადამიანი ეთიკის ნორმებს უნდა ეწერებოდა და მე ჩაეწერები ყველგან, ქალაქში იქნება, სოფელში თუ ქვეყანაში თუ საერთოდ ადამიანის ადგილებში, ხო? ასე რომ, მაგრამ არის მეორე კიდე. აი ეხლა როგორი შინაარსიც არ უნდა კონდეს ამას და კარგია თქვენ დიდი ნაწილი წაიკითხეთ, ეხლა მთლიანად მაგის წაკითხვის საშუალება დროის სიმცირის გამო არ გვექნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ხვალ გამოვა ისე დღევანდელი ქართული პარტია თუ ხელისუფლება, რომელსაც უამრავი ბერკეტი აქვს ტელევიზიის, პრესის საშუალებებზე თავისი აზრი სწორედ თუ მართალი თქვას და იტყვის, რომ აი ასეთი საშინლები ვართ ჩვენ ოპოზიციონერი ხედავთ რელს ვაკეთებთ, ეს არის შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ, შეთქმულება პრეზიდენტის წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ. ასე მობილური გვირეკავ ბატონო კითხავს დიდი თანხმად დავახარჯებთ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო. დიახ გისმენთ. გამარჯობა დგინოცოლე. გამარჯობა. ძალიან ახალგაზრდული გირეკავს და გეუბნებით რომ ძალიან მცხრენია მე პირდაპირ იმ ქალბატონებისა, რომლებაც პაატა ჩხეიძეს მადლობა გადაუხადეს. რაში გადაუხადეს? პირველი კორუმპირებული პიროვნება პაატა ჩხეიძია და იმას სახალხო მადლობას უხდიან. რათა და ვიცი ძალიან მაინტერესებს რა გააკეთა პაატა ჩხეიძე გორელებისთვის, გიმნაზიის რაიონისთვის. რა გააკეთა? თავისი ჯებისთვის კი გააკეთა ყველაფერი. მაგრამ ხალხი ძალიან გაუკეთებია. ეხლა მე ამ ქალბატონისაც კარგად მესმის, იმიტომ რომ ჯერეთი შეუძლებელია არსებობდეს ბუნებაში, ვთქვათ, არ ვიცი, რაღაცა კოლექტივი, რომელთაც ადამიანი, რომელთაც ყველა კმაყოფილია, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი. და ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტად თანაუგრძნობ და შევდივარ ბატონი პაატა ჩხეიძის მდგომარეობაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა გააკეთო, არ არსებობს ყველა მე დაინახო და ამ სიტუაციაში ვართ სულ ყველანი, იმიტომ რომ ადამიანი მე არ ვიცი, ვისაც ვთქვათ, შეიძლება უამრავი ყავდეს მაქებარი სიტყვის თქველი და არ ყავდეს ვიღაცა ვიწყდეს სულ სიტყვის. ეხლა ყველაფერს ორი მხარე აქვს ბუნებრივად მე ისე ვამბობ, რა თქმა უნდა, ბატონ პაატას კიდევ ბევრი გასაკეთებელი მე მჯერა მისი პოტენციალის, მისი კაცობის და მისი საქმის ცოდნის და ქვეყნის და ამ ქალაქის სიყვარულის და თუ რამე ბატონმა პაატამ ვერ გააკეთა, ერთ რამეში მეწუნეთ რა. ვერც ბატონი პაატა და ვერც თუნდაც მე მეც ვიტყვი რა ბატონი პაატა, ხა ჩვენი მთავარი კომიტეტის წევრი ახლა არ გამომდის რომ მარტო მას ვიცავ. იგივე ამ რეგიონის ხელმძღვანელობაზე ვიტყვი, ხო? როგორიც არ უნდა იყოს ამ რეგიონის ხელმძღვანელობა, მიუხედავად ისე ისინი ჩემი პოლიტიკური ოპონენტები არიან, ხო და მე პირველ რიგში ადამიანს ვაფასებ და მის თუ ქვეყანაში არ შეიცვალა რადიკალურად სიტუაცია, თუ ქვეყნის ბიუჯეტი არ გახდა ისეთი, რომ ამ ბიუჯეტიდან შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო, თუ აი მთელი რომელი ერთი დაგისახელოთ, ეს ყველაფერი თუ რადიკალურად არ
შეიცვალა და მერწმუნეთ რა ერთი ადამიანი რომ ვინც არ უნდა იყოს ეს პატა შეიძლება იქნება თქო თუ სხვა მეწერალიცოთი და გამემორე ნამდვილად ქვეყანაში ვერ შეძლებს ვერაფრის გაკეთებას და ამიტომ ძალიან გთხოვთ სულ ყველას რა ასეთი რადიკალურები ნუ ვიქნებით არც ერთ მხარეს რა შეიძლება არც ბევრ ხებადებას ვიმსახურებთ მაგრამ არც ნამდვილად აი ასეთ დამოკიდებულებას არ ვიმსახურებთ არც ჩვენ და არც ბატონი პატა ასეთ აი ასეთ მე ვიცი რომ წინა საარჩევნო პერიოდში ყველაზე მეტი ასე ვთქვათ თავდასხმა თქვენს მიმართ სხვადასხვა ოპოზიციური ძალები და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან იქნება ის თემა რაც წინა არჩევნებზე იყო ამას აუცილებლად იცით რომ მიტანეთ ეს არის ბამბეულის კომბინატის თემა და მოდით გიგეძლება თქვენ საშუალება ვიპასუხოთ აი ამ კითხვაზე რა ხდება ეს ბამბეულის კომბინატი პირველ რიგში მე და რა კეთდება მეორე ამოსული ჰიპოდრომი კეთდება არაფერი არ კეთდება მინდა მოგახსენო და ყველას განვიმარტო რომ ბამბეულის კომბინატი აღარ არსებობს როგორც ასეთი დიდი ხანია მან სამეურნეო საქმიანობა აღარ მიმდინარეობდა და აგერ 2002 წლის აპრილიდან აღიძრა საქმე გაკოტრების შესახებ. დიახ, მე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინიშნა ბამბეულის კომბინატის გაკოტრების მმართველად. ეს იმას აღნიშნავს, რომ მე კომბინატის მმართველი ვარ. იქ არის გაკოტრებული საწარმო, დარჩენილია ძალიან მცირე გაკოტრების მასა და არსებობს კიდე სახაზი უამრავი კრედიტორი. მე მინდა გითხრათ, რომ კრედიტორების მოთხოვნა სამჯერ აღემატება გაკოტრების მასას და ეს რთული პროცესი. ეს ხდება კომბინატში. კომბინატი კარგი ხანია არ არსებობს როგორც სამეურნეო საწარმო 95 წლიდან შეწყვიტა ფუნქციონირება, მე ის გაიყიდა აუქციონზე. აქციონერებმა იმის დამიხილეთ ვინ როგორ ხედავდა ამ კომბინატის მომავალს ისე მოექცა ამ ქონებას და 98 წლიდან საერთოდ აღარაფერი არ გაკეთებულა და 2020 წლიდან როგორც გითხარით გაკოტრების პროცესი მიმდინარეობს. ეხლა ეს პროცესი არის დასრულების სტადიაში. უამრავი რამე გვიშლის ხელს იქ უამრავი სასამართლო პროცესია ჩასატარებელი, უამრავი კრედიტორის ასე ვთქვათ მოთხოვნილება და ინტერესებია დასაცავი. ასე საფიქრებია ის იმ აქციონერთა ბედით. შეიძლება პროგრამის თემას რომ ესე თქვენი მოწინააღმდეგეები აქციონერი თუ მე წარმოვიდგინეთ რომ ბამბეულის კომბინატი გაკოტრების პროცესში, მე გაკოტრების მმართველი გახლავართ და აქტიურად მომწონს ამ პროცესში. თუ მე არ ვიცი რომ იპედრომი კეთდება, ეს ნიშნავს რომ იმ ხარ კეთდება. თუ სადმე იპედრომი გაკეთდება ქალაქში, მე არა მარტო იპედრომს, არამედ ნებისმიერ ახალ მშენებლობას და ახალ საქმეს გაკეთებას მივესალმები. მაგრამ მე გეუბნებით რომ ბამბეულის კომბინატის ყოფილ ტერიტორიაზე იპოდრომი არ გაკეთდება. არ კეთდება ყოველ შემთხვევაში ჯერ მე არ ვიცი ეს. გასაგებია. კიდევ ერთი ბოლო კითხვა. შეიძლება რომელიმე აქციონერი არ რომელიმე კრედიტორი თავისი კუთვნილი ასე ვთქვათ ქონების ბაზაზე რამეს აპირებს. გასაგებია. კიდევ ერთი კითხვა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ზურფოსთან ძალიან მოკლედ თუ შეიძლება სულ 3 წუთი დაგვრჩა ეთერში. ალო? დიახ, ისმენთ. მოგესალმებით. მე ასეთ შეკითხვა მინდა დაგისვათ. აი სამთავრობო ან შევადებით მიერ შექმნილ პარტიაში რა ხედავთ თქვენ გამარჯვებით? მე არ მესმის თუ შეიძლება ოდნავ ხვალ. ბატონო? ოდნავ ხვალ. არ ეკმის? დიახ. ბლოკი ახალი საქართველოსთვის. აი ამ პარტიის ბლოკში თუ ხედავთ რაიმე ძალას და თქვენი პროგნოზი როგორია? ნუ წარმატებისკენ გაიმარჯვებს საერთოდ? გასაგებია. თუ ფაქტურად ამ საკითხს კონკრეტულად პასუხს თუ ხედავ რაიმე ძალას ამ ბლოკ ახალ საქართველოსთვის. რა თქმა უნდა ხედავ, ეს არის ძალიან სერიოზული ძალა ქვეყნის დანგრევისთვის. ნუ ჩავთვლით, ყველა ძალა არის ამ შედევრებისთვის. ეს ძალა არის ის ძალა, რომელსაც უნდა ხელისუფლების ისევ და ისევ შენარჩუნება, ისევ და ისევ დასაკუთრება იმისათვის, რომ თუ რამე დარჩა კიდე დასანგრევი, რამე დარჩა მოსაპარი, რამე დარჩა გასაფოსატაცებელი, თუ ვინმე დარჩა კიდე, არ ვიცი, რა ვთქვა, რა სიტყვა ვთქვა. კიდევ რამდენიმე წელი გაიხანძმეონ ეს, რომ შესაბამისად გარემ ბოლომდე დაანგრევენ. აი ეს ძალა ნამდვილად არის აი ამ რა შეიძლება როგორც პოლიტიკური ძალა, ეს ძალა არ არსებობს. რაც შეეხება ადმინისტრაციული ძალა, ანუ ადმინისტრაციული რესურსი, უზარმაზარი რესურსი არსებობს, იმიტომ რომ იცოდეთ თქვენ, ყველა თქვათ ის ჩინოვნიკი, რომელიც დღეს ყველას ვაპატეთ, ყველას რა თქმა უნდა ამას ვერ ვაკეთებ და არ ვაკეთებ, უმრავლესობა დღეს ბუნებრივია იქნება იმის ცდილობაში, იმ დავალებების და აი იმ წნეხის ქვეშ მოიქცევა, რომ მათ როგორმე რამენაირად ეს საარჩევნო კანონებით იქნება, უზნეობით იქნება, დაშინებით იქნება, ძალადობით იქნება, არ ვიცი კიდე რა ხერხებით, რომ როგორმე რაც შეიძლება მეტი დაისაკუთრონ და გასაგებია. მე აქვე დაჩეხელებს 2 წუთი გადავიდეთ. თქვენ მემარჯვენეობა გამოაცხადეთ, რომ თქვენი ასე ვთქვათ რესურსებით მოახდენდით საარჩევნო სიების დაზუსტებას. თუ მიმდინარეობს ეს პროცესი და გოლში მიგეთქვით, რომ მიმდინარეობს საარჩევნო სიების დაზუსტება ხელისუფლების მხრიდან, სადაც მოქალაქეს
პასპორტის ნომრებს იწერა, რაც სერიოზულ აღშფოთებას იწვევს უკვე მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოწესდა. ესე იგი ჩვენ აქციას დავარქვით არჩევნების გაყალბების გარეშე, რომელიც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რაიონში, ყველა სოფელში. ეს აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩვენი პარტიის წევრების და ჩვენი პარტიის მხარდამჭერების მიერ ტარდება. ჩვენ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 95% უკვე რაიონების და ქალაქების დავამთავრეთ, მაგრამ ეს არის ზღვა მასალა, რომელსაც ჭირდება უკვე დახარისხება კომპიუტერული ვერსიის შექმნა, კომპიუტერების შეყვანა და ამაზე დღეს დაახლოებით 7 ჯგუფი, რომელშიც 15-20 კაცია გაერთიანებული კომპიუტერებთან აკეთებენ ამაზე, რომ ეს მასალა შესაბამისად მე რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოქვეყნებული. წინასწარ მოხდა შედარება ძალიან დიდი გარდაცვლილები კი რაც ვერ დარბაზებში ძეები ხდება რა. ამიტომ ახლა ეს მასალა ჩვენთვის არ გაგვიკეთებია, ეს ჩვენ გავაკეთეთ ყველასთვის. აი ამ ჩვენს მასალას დაურიგებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გადავცემთ ხელისუფლებას და ვითხოვთ მე ყველასგან რომ თუ იქაც ბუნებრივია რაღაცა გარკვეული შეცდომები მეჩნდება იმ შემთხვევაში შევედით ბელგიაში მე პასუხი ვერ მივიღეთ და ასე შემდეგ დაზუსტება დაჭირდება და შესაბამისად ეს იქნება ის მასალა რომელსაც ჩვენ ყოველთვის გვექნება საშუალება ვაკონტროლოთ ის ძეები რომელსაც ხელისუფლება გამოაქვეყნებს და თუ არაფერი გაქვს შესაძლებელი, მაშინ ძალიან ძნელია თქვა პრეტენზია წაუყენო მართალი ხარ თუ არა. დღეს ჩვენ ისევ ამ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შევქმნით ამ ბაზას. დიდი მადლობა ბატონო ზურაბ, ჩვენი გადაცემა დასრულდა. მე მინდა ტელემაყურებელს შევახსენო, ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ ახალი მემარჯვენეების ლიდერები, ბატონო დავით საგანეძე თბილისიდან ჩამოვიდა და ბატონო ზურაბ თეთროშვილი ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჩვენ მომავალ სამშაბათს შევხვდებით კიდევ ერთმანეთს. გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად წამებოდეთ. უგმესი მადლობა თქვენს და მაულებელს. დიდი მადლობა, კარგად წამებოდეთ.